და ჩვენთან არის მორიგი ვიდეო. ამ ვიდეოში ჩვენ გავივლით მთელი კიკსტარტამდე, ავალთ თითქმის full Netherite setup-მდე. ვიპოვით ორ ბაზას, მათ შორის ადმინის ბაზას. გისურვებთ კარგ ყურებას და მოვიმარჯვეთ გემრიელობები. პირველ რიგში გზაზე შემხვდა კრიპერი, რომელიც მოვკალი, მაგრამ არანაირი ლუთი არ დააგდო. ძალიან მეტყვი რადგანაც დღეისთვის ეგ იყო მესამე მობი, რომელსაც არაფერი არ დამიგდო. ასევე ვიპოვე ვილიჯი, რომელშიც შევედი. ავიღე საწოლი. ასევე შემხვდა თივა, რომელიც ძალიან სოფელში რაც იყო, ყველაფერი ავიღე. გადაწყვიტე რომ ბაზა ამეშენებინა, მაგრამ თოვლის ბაიომი და თანც მთაზე ძალიან კაი ადგილია, რადგან მთაზე არ ამგონია რომ ვინმე ჩემ გარდა ააშენებს ბაზას. ასევე აქ დავდგი cobblestone-ი, რადგან ზემოდან თოვლი დაედებოდა და ვერავინ ვერ მიხვდებოდა, არა აქ არის ბაზა. ასევე შემხვდა ზომბი, რომელიც მოვკალი. ნუ რა თქმა უნდა პროფესიონალური დუერა, მაგრამ მოვკალი. კომანდა ბეიქ არის, ამიტომაც დიდად არ ნერვიულობდი. კომანდა ბეიქ ნიშნავს, რომ ანუ ბეიქს რო ჩაწერს /back გადაჭმორდებს უკანა ადგილას, სადაც ბოლოს იყავი. მაგალითად წახვედი ეტებეზე, მაგრამ მივხვდი რომ შენ ბაზაზე დაგავიწყდა სეთოვმის დაყენება. ამიტომ შეგიძლიათ წაწერო კომანდა ბეიქ. ამჟამად მე ვთხრი, შემხვდა cobblestone-ი, რომელიც მეგობრებო გამახსენეთ კომენტარებში არ მახსოვს ამ cobblestone-ს რა ქვია. ამჟამად მე ვთხრი და კინაღა მოვკვდი, იმის გამო რომ ჩავარდი უზარმაზარ кейვში. ვნახე დაიმონდები, მაგრამ არ მქონდა რკინის პიკეიქსი, რომ ის გამეტეხა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გზა გამეგზელებინა. მაგრამ დავაყენე waypoint-ი, რომელზეც დავაწერე GG, რადგანაც სულ ეგრე ვაწერ, როდესაც რაღაცას ვპოულობ. ასევე შემხვდა ძალიან ბევრი ზომბი და რკინის პოვნის, ანუ ერთი დაიმონდი, არ ღირდა იმას, რომ მომკვდარიყავი. თანაც კიკსტარტერის ნივთები მქონდა, არც ეკაია, მაგრამ ზატა ლოგინი მქონდა და თითქმის უსასრულო საჭმელი. ამ დროს მე ჩავწერე kit free, რადგანაც უმეტეს სერვერზე არსებობს egg. და შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ მინიმაპზე მე ვერ შევამჩნია უზარმაზარი ნაგებობა, რომელიც დავინახე, ანუ ვერ დავინახე. მაგრამ მაინც ქვემოთ ვთქვიდი, ანუ ეგ როგორ დამთხევა უნდა იყოს, რომ ანუ ვერ დავინახე მინიმაპზე ამ ხელა ნაგებობა. არა და მთელი გზა ვუყურებდი მინიმაპს და მაინც როცა დავინახე, ანუ როცა გამოჩნდა ეგ რა დიდი სტრუქტურა, ანუ მაინც მინიმაპს არ შევხედე, თორემ ვაფშე ვერ ვაპირებდი, რომ იქ ზემოდან ნაწილში დავსახლებულიყავი. აქ კიდე მე ჩამოვარდი. ვფიქრობ, მეთქი რა გამართლებაა, რომ აი ამ ხელა ბაზა შემხვდა. აი ჩუმად ვიყავი, რადგანაც მეგონა რომ სერვერზე ვინმე იქნებოდა ჩემ გარდა. და მაგდროშის ტაბზე დაჭერილი არ მქონდა. ვხედავ ჩესტებს, რომელშიც მეგონა რომ ძალიან ბევრი ლუთი იყო და თავიდან გამიცრუდა იმედები, რადგანაც პირველ ჩესტში რო ვნახე არაფერი არ იდო, მაგრამ შემდეგ იმდენი სტაფილო იდო, რომ აი გავგიჟდი. აი პირდაპირ ნიშნობით გავგიჟდი, რადგანაც ერთი სტაფილო 80 დოლარს გაძლევდა და ანუ ეს გამართლება კი არა, აი არ ვიცი რა იყო. ხო, აქ ადამიანს ქონდა ფოუჟენების მოსახარში და აი კონკრეტულად გავგიჟდი, რადგანაც ამდენი ფოუჟენი მე ცხოვრებაში არ მინახავს. და ჩემი გაკეთებული არ არის და უფასოდ შემხვდა ეს ყველაფერი. აქ კიდევ ამოწმებ რამდენი სტაფილო და მართლა ვგიჟდები, რადგანაც ერთი სალის სტაფილო ლარით $1 და 25 ცენტი გიდა. იქ კი ვხედავ უზარმაზარ ბაზას, რომელიც არ არის დაფრივეითებული, მაგრამ ლუთიც არც ისე ბევრი იდო. ნუ როგორ ჩალკერებში შევამჩნიე. ხსნი ჩესტერსმა არაფერი არ დევს, მაგრამ შევხვდა 2 ცალის სპაუნერი, 2 pig spawn egg-ი და 1 enderman spawn egg-ი. აი კონკრეტულად გავგიჟდი, რადგანაც ამდენი ლუთი მე ცხოვრებაში არ მინახავს, თანაც ესეთი მომგებიანი ბაზა, ნუ არაფერი არ დამიხარჯავს ამისთვის. ანუ ერთი კიკსტარტერის pickaxe-ი დავხარჯე, ნუ ანუ თქვენ მივხვდებით, რომ არაფერი არ არის და აქ ხედავ full diamond და ნახევარ netherite-იან states, რომელიც მინიმუმ ღირს 1,500,000 და ეგ ძალიან ბევრია და ელაიტრა მინიმუმ 10 მილიონი. ანუ თითქმის ანუ იმოციებს ვერ ვიკავებ.
და ხედავ ტოტემებს, რომელიც თითო ღირს $4,000. არც ისე ბევრი, რადგან ჩოფით შეგიძლია იდო და დაჟე ადამიანს განრავიდე, უფრო იაფადაც იდი. ხო. კიდე ამ საჭმელი გადამივარდა, ეგ რა თქმა უნდა დავიბრუნე, იმიტომ რომ საჭმელი free საჭმელი, კაია. ასევე შემთა PKX-ი, მაგრამ PKX-ი არც ისე გამიხარდა, რადგანაც დაინჩანტებელი არ იყო. და ეგეთ PKX იყიდა ადამიანი, აი მინიმუმ 5,000, არა მაქსიმუმ 5,000, 5,000-20,000 რაღაცა. და ვიპოვე TNT, რომელიც თითო ღირს 250,000 და კონკრეტულად გავგიჟდი, რადგანაც ცოტა ხანში გაჩვენებთ რა damage აძლევს ბაზას ეს TNT. და შეგაწყვეტინე ეს და გემუდარებით გამოიწერეთ ჩემი არხი, რადგანაც მე თქვენთვის ვწვალობ. შემთხვევით დავდგი 250,000-იანი TNT, რომელიც გავაფუჭე და ჩამოვიყვანე საფასურზე, სადაც $1,000-მდე. ეხლა კი ვცდილობ, რომ ეს ფული ავინაზღაურო ფოუჟენებით, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოდის, რადგან ძალიან ნაცდელი მაქვს და სულ თითო ფოუჟენი სადაც $7. აი მომის $7, 1,000 არის $7. დიახ, და ვიღებ $90, რომელიც მომგებიანი საერთოდ არ არის და ვფიქრობ, რომ დავლიო რამდენიმე ფოუჟენი, რომ რა თქმა უნდა ვერ დამინახონ და ინვიზიბლში ვიყო. ხო, ეხლა კი გაჩვენებთ რა მხელა damage აყენებს TNT. ჯერ რა თქმა უნდა დავიწყოთ ლაითით, ჩვეულებრივი TNT. დავდგოთ და ავაფეთქოთ და თქვენ თავად მიხვდებით, რომ დიდ damage 100%-ია არ დააკლებს. და ერთი ის არის, რომ რატომ არ დააფრივეითა ამ ადამიანმა თავისი ბაზა. ანუ ეგ არის დიდი კითხვა, რადგანაც ფაქტია, რომ ტიპს ძალიან ბევრი ფული ქონდა რა. და ძალიან უცნაურია. ავიღოთ ფლინტი, დავდგათ TNT და ცოტათი ბაზა რო ავაფეთქოთ, აქ ავაფეთქოთ. აი, ეხლა შეხედეთ ჩემ გულებს, damage საერთოდ არ მივიღე და თითქმის არაფერი არ გატეხათ თქვენთანაც ხედავთ, ხო? ხო, ეხლა კი მოვიდა დრო ყველაზე ძვირიანი TNT-ის დრო, რომელიც ღირს $250,000 მოგეხსენიებათ, რომ ეს TNT აჩენს 40-მდე და შეიძლება რაღაც შანსით 50-მდე TNT გააჩინოს. და ეხა ხედავთ, რომ damage დაჟე მოვიდა ჩემამდე და დამაკლა რამდენიმე გული. ასევე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა თავიანთ ფერმას, რომელსაც ისინი აკეთებდნენ ნახდათ მინიმუმ 1 საათამდე, რადგანაც მაგათი ბაზას და ესეც მინიმუმ 1 საათი. და აი გაგიჟებული ვარ, რადგანაც აი როგორც თქვენ იცით, ან თუ დიდი ხანი თამაშობთ Minecraft-ს, ჩვეულებრივი TNT ვერანაირად ვერ ტეხავს, ანუ ერთი TNT ვერანაირად ვერ ტეხავს ობსიდიანს და კიდე გატეხა ერთმა TNT 4 ლეველიანმა, აი პროსტა რამდენი ობსიდიანი გატეხათ, ანუ თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ეგ, ხო და აი ფიქრობ, რომ ვინც ბევრი ხანი Minecraft თამაშობს, ანუ გაგიჟებულები ხართ, რადგან სხვა სერვერებზე მე ეგეთი არ მინახია. წავედი HTTP-ზე, ვიპოვე რამდენიმე დაიმონდი, მაგრამ ეგ მთავარი არ არის, რადგანაც HTTP-ზე ეგ ძალიან უსაურია, რომ кейვში გამაჩინა და ეგრევე დაიმონდებთან, მაგრამ Discord-ის სერვერზე მოიწერა ერთმა ადმინმა თავისი ბაზის კოორდინატები და ვინც პირველი იპოვისო, ძალიან კაი ლუს მიიღებსო და მე ხარ რა თქმა უნდა მაგ შანსს ვერანაირად ვერ გამოტოვებდი. მოვიმარჯვე ჩემ TNT და აი რასაც მაგ ბაზაზე ნახავთ, აი წარმოიდგინეთ, აი მაგას ვერანაირად ვერ მოელოდებით, რადგანაც აი ეგ ბაზაზე, აი ლუთი, აი 100-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ეხა, აი მე საერთოდ მაგ ლუთი. აქ უკვე მივედი ბაზის კოორდინატებზე. ხო და ვფიქრობ, რომ უკვე ავაფეთქო თუ არ ავაფეთქო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ავაფეთქე, რადგან ხვდები, რომ აქ არის პრივატი. პრივატი არის იგივე, რაც დაფრივეითება, მე ვფიქრობ, რომ ყველა ვიცით. და ასევე ერთს ვერ ხვდები, რამდენად არეშინია ადმის იმისი, რომ მოხსნიან ადმინისგან, რადგანაც არც ერთ ადმინს ეგ 100% ვიცი. ჩემი სერვერის მაქვს და მაგას ეგრე დადასტურებულია, რომ აი არ არსებობს, რომ ადმი შეეძლოს ჩვეულებრივი პლეიერებისთვის, ანუ ნივთების მიცემა. აი აქ ხედავთ, რომ უკვე დაფრივეითებულია და რაღაცა ნაწილს აი ვერ ვტეხავ. აი როგორც ვცდილობ, აი ვერ ტეხავ. ანუ ან მიბაგავს ან რაღაცა, მაგრამ აი
ვერ ტეხავ. ანუ ცდილობ რომ რაღაცა ვიპოვო ამ ბაზის შუა ნაწილი. მაგრამ ერთ ბლოგს ნახდათ ხვდები რომ დაპრივატებულია და მე გული მიგზავს ან ნეზრაიტის პრივატიდებს, ან private block-ი, ან diamond-ის, რადგანაც ის ღირს ყველაზე ძვირიანი. ანუ emerald-ის ღირს მაქვს. emerald-ის არ ამგონია რომ იყოს, რადგანაც emerald-ის შოუნა ანუ emerald-ის, ოღონდ იცის როგორი სპეციალური emerald-ია. აქ კიდე უკვე ვაფეთქებ TNT-ს, ჩვეულებრივ damage საერთოდ არ მაკლებს. აქ ხედავ რომ მე მგონია რომ ჩვეულებრივ პრივატიდებს და ადმინმა უბრალოდ მოიტყუა ჩატში და არანაირი ლუთი აქ არიდო. აქ უკვე მივედი თითქმის თლიან ბაზამდე. ეს ამხელა კრატერი შექმნა ერთმა TNT-მ, რომელიც კიდე 250,000 მაგას მოგახსენეთ ეხა და უკაცრავად რომ ეგ ვერ ჩავსვი ვიდეოში, რადგან შემთხვევით ამომეჭდა ეგ ნაწილი ვესად ვეღარ ვიპოვე. ასევე ეხა ვაგდებ ბოლო TNT-ს, რომელიც მომიტანს აი ძალიან ბევრ ფულს, აი დამიჯერეთ ძალიან ბევრ ფულს. ხო და აი ეხა უყურეთ რეზულტატს, აი დამიჯერი გაგიჟდებით თქვენც, რადგანაც ანუ პლუსში გავდივარ აი მინიმუმ აი 20 მილიარდი დოლარით. აი აქ უკვე ვხედავ რომ მილიონები TNT მეოთხე ლეველის დევს და აი მაქსიმალურად გიჟდები, რადგანაც ეს არის ადმინის ბაზა და მას შეუძლია ამის 2 წამში პოვნა და ამას გემშვიდობებით ამ ნოტაზე და გეხვეწებით და აფოლოვეთ ეგ არხი და ნახოთ.